ვინ მიიღებს და ვინ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. ნაციონალური მოძრაობა დანარჩენ ბარიერ გადალახულ პარტიებს სწორი გადაწყვეტილებისკენ მოუწოდებს, რაც მათი მოსაზრებით არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმაა. ამ ეტაპზე მონაწილეობა გადაწყვეტილი აქვს პარტია გირჩს. არჩევნებისთვის ემზადება გახარია საქართველოსთვის, ხოლო ფიქრის პროცესია პარტია ლელო, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით დანარჩენ ოპოზიციას კონსულტაციებს თავაზობს. თავის მხრივ საარჩევნოდ მზადება დაწყებული აქვს მმართველ გუნდს, რომელიც გამარჯვებაში დარწმუნებულია. პოლიტპატიმრები არიან ციხეში და პოლიტიკური ლიდერების და ზოგადად პარტიების თუ აქტივისტების, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ მიმდინარეობს უმძიმესი სახის ზეწოლა. შეუძლებელია ვიფიქროთ ამ პირობებში არჩევნებში მონაწილეობაზე. საერთოდ საუბარიც კი არ არის გუნდში. იმედი მაქვს, რომ ამ პოლიტიკურ ძალებს ეყოფათ ის შეგნება, განსაკუთრებით ლელოს, რომ ნახოს როგორი არის საზოგადოებრივი რეაქცია და მიიღოს სწორი და ადეკვატური გადაწყვეტილება უსწრაფეს ვადაში და დადგეს ქართველი ხალხის გვერდით. სხვა დამატებითი ფლანგებიდან ერთობლივი ძალებით შეტევა თუ გამოიღებს უფრო მეტ შედეგს და მიგვაახლოვებს ჩვენს მიზანთან, რეჟიმის ცვლილებასთან, ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხებს ყველა პარტნიორთან, პოლიტიკურ პარტიებთან, მაგრამ აგრეთვე საზოგადოებრივ ჯგუფებთან ინტენსიურ კონსულტაციებს ვატარებთ აქტივისტებთან, პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებთან და იმედს ვიტოვებთ, რომ მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მაქსიმალურად იქნება დაფუძნებული ერთიანობაზე. მოწოდება და დავალება, რომელიც ევროპარლამენტიდან გაისმა, ყურად იყო და მიიღო პირდაპირ შესასრულებლად კონკრეტულმა პარტიამ, ლელომ, გახარიას პარტია აქამდეც ამბობდა, რომ ის წინააღმდეგი არ იყო არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე, იქით ნაცმოძრაობა რაღაც ისევეს რადიკალური ხაზი უკავია, ისედაც რადიკალ ოპოზიციაში ერთმანეთს აბრალებენ ბევრ რაღაცას, თითებს იშვერენ. ეს ძალიან ლოგიკური და ბუნებრივი პროცესია, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ საკუთარი ქვეყნის სიძულვილში გაერთიანებული რადიკალები ვერ გაერთიანდებიან სხვა მემართულებით და ვერც ექნებათ ერთიანი პოზიცია საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი საარჩევნო თან გადაწყდება.